ძალიან სწორად აღნიშნეთ თქვენ, რომ ჯერ ისევ რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს კანონპროექტმა, ეს უნდა დამტკიცდეს ორივე პალატაში და აქ საუბრობთ ახლა სენატის შემთხვევაზე. სენატში გავა სავარაუდოდ ეს თლიანი პალატის კენჭისყრაზე, ან ასევე შესაძლოა არ გავიდეს იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს ექნება სრული მხარდაჭერა, ანუ თუ ასევე სენატორი იტყვის თანახმები არიან, ესეთი უფრო გამარტივებულია გაცილებით გზა და არსებობს ტექნიკურად ეს საშუალებაც. ამაზე არ ვიცით, როგორ წარიმართება საბოლოო ჯამში ეს ტექნიკური მხარე კანონპროექტისა, მაგრამ ის რომ კანონპროექტი არის ორპარტიული, მას ყავს 4 თანასპონსორი, ამ ეტაპზე 2 დემოკრატი, 2 რესპუბლიკელი. მოსალოდნელია ის, რომ კანონპროექტი დიდი გამოწვევების გარეშე გავიდეს სენატის სრულ პალატაში. ამას შემდეგ დაემატება ის, რომ იგივე პროცესი უნდა გაიაროს კანონპროექტმა კონგრესის მხარესაც, ან წარმომადგენელთა პალატის მხარეს და მას შემდეგ რაც ეს ორივე პალატა მიდიდეს კანონპროექტს, ამის შემდეგ უკვე მოხდება გაერთიანება ამ ტექსტების, ამ პროცესს ქვია კონფერენციაზე შეკრება, თუ კონფერენცია კანონპროექტისთვის და უკვე გაერთიანებულ ტექსტს შემდეგ როგორც წესი ამას კენჭისყრა აღარ ესეთ გამოკვეთილი პროცესი აღარ არის ეს, ამის შემდეგ უკვე ხდება პრეზიდენტთან გადაგზავნა ამ კანონპროექტისა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პალატაში არის ერთი და იგივე ტექსტზე თანხმდება. იმისთვის რომ ეს კანონპროექტი მოხდეს სენატის კენჭისყრის, სენატის უმრავლესობის ლიდერს აქ არნახული ძალაუფლება აქვს, ახლა რესპუბლიკელებს აქვთ ეს უმრავლესობა, ანუ შესაბამისად უნდა მივიღოთ თუ არა მათ შორის ამ კანონპროექტის საგარეო კომიტეტში წარმატებით გასვლა. შემდგომ თუ მოხდება მისი უკვე სენატში კენჭისყრა, როგორც გზავნილი, რომ ეს არის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. თუ ეს არის მაინც საუბრები და პროცესები კონგრესში და ადმინისტრაცია ჯერ კიდევ თავს იკავებს ნათელი პოზიციების დაფიქსირებისაგან ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვერ ვიტყოდი რომ თავს იკავებს, უბრალოდ არ გაგვიგია ჯერჯერობით არაფერი და განცხადება არ გაუკეთებიათ, ეს არ ვიცი თავშეკავების გამოა თუ უბრალოდ საქართველოს წესრიგში არ დამდგარა ჯერჯერობით და ასევე ადმინისტრაციას და კონგრესს ამოუყოფთ ერთმანეთისგან ამ შემთხვევაში თქვენ მართალებს ვწადებით რომ ორივე პალატაში რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა და შესაბამისად ის რასაც კონგრესი მიიღებს ორივე პალატაში სავარაუდოდ მას პრეზიდენტის მხრიდან არ მოყვება დიდი გამოწვევა და ვთქვათ წინააღმდეგობა. ანუ ადმინისტრაცია გააკეთებს იმას საბოლოო ჯამში, რასაც კონგრესი მიიღებს როგორც კანონს. ასე რომ ესე შევაჯამებდი საბოლოო ჯამში, რომ არ მგონია რომ ადმინისტრაცია თავს იკავებდეს რაღაცა პოლიტიკის განსაზღვრაზე, უბრალოდ ჯერ მაგ ეტაპამდე არ მივსულვართ როგორც ჩანს. ჩვენ მედიაში ხვდებოდით გარკვეულ ცნობებს, მათ შორის ქართული ოცნების მცდელობებზე, რომ ახალ ადმინისტრაციასთან კავშირი დაემყარებინა და პრინციპში მათი რიტორიკაც ასეთი იყო იმ მედიანი განწყობის 20 იანვარი ჩვენთან ძალიან ხშირად სახელდებოდა რაღაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადაწყვეტვის თარიღად. ფაქტია, რომ ჩვენ არანაირი ასეთი ინდიკაცია არ მეგვიღია. თქვენ როგორ აგიქვავთ, ანუ ქართული ოცნებისთვის ეს ყველაფერი უკვე არის თუ არა გზავნილი, რომ მათ მცდელობებს აზრი არ აქვს, თუ კი ქვეყნის შიგნით მათი პოლიტიკა არ შეიცვლება, ასევე იყო, ვიცით ჩვენ შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იქ ღრმა შინაარსი არ გასაჯაროებულიყო, თუმცა გასაგებია ინდიკაცია, რაც შეეხებოდა ეს შეხვედრა. როგორ აგიქვავთ ეს იმედები უკვე გვერდზე უნდა გადადონ თუ არა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა? მცდელობა სავარაუდოდ აქვს ქართულ ოცნებას იმისა, რომ რაღაცა ფორმით ახლო ურთიერთობა დაამყარო თეთრ სახლთან, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს რაღაც საჯაროდ გაკეთებული განცხადებები არის თუ არა წარმატებული ეს მცდელობა. ძალიან საინტერესოა ის რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით და რამდენად წამოიწყდა შავი ზღვის თემა კიდევ ერთხელ უკრაინის
სამშვიდობო ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში სავარაუდოდ საქართველოს სადღაც მოიაზრება ადმინისტრაციის მხრიდან, შეერთებული შტატების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის შავი ზღვის აუზის ქვეყანა. მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არაერთი პრეს ბრიფინგი, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადებები ძალიან ხშირად უკავშირდება იმას, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც აი მაგალითად სამხრეთ აფრიკის შემთხვევა ასეთი, შეიძლება გაგიკვირდეთ სამხრეთ აფრიკა რა შუაშია საერთოდ აქ, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ძალიან გამოკვეთილი პოზიცია. სამხრეთ აფრიკას დაუწეს სანქციები და ასევე სამხრეთ აფრიკის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სახელმწიფო მდივანმა. როდესაც კითხეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს თუ რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯები, მის პასუხი იყო ძალიან მკაფიო, რომ იმის გამო ელჩზე არ ვსაუბრობ ფაქტობრივად ქვეყნის დასანქცირებას ვსაუბრობ, იმის გამო რომ ის უახლოვდებოდა რუსეთსა და ჩინეთს. ესეთი იყო მისი განცხადება. ამ მხრივ ზოგადი პოლიტიკა ვფიქრობ ადმინისტრაციის არ იცვლება და ის რჩება ისევ რომ რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ ამერიკის ინტერესებისთვის გამოწვევებს და ალბათ ამ ჭრილში იქნება, რა ვიცი, გადახედილი თუ შემუშავებული ყველა სხვა ქვეყანასთან ურთიერთობა, მათ შორის საქართველოსთანაც.